გამარჯობა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ სმენელს და მაყურებელს. მე გახლავთ საბა ჯანაშია ტვინის გასაღების წამყვანი და წარმოგიდგენთ ჩემ თანაწამყვანს თორნიკე ბაღათურიას. გამარჯობა, თოკო, დავუბრუნდით ჩვენი 53 ეპიზოდით. ცოტა ისე ომახიანად და შემართებით უნდა წავიყვანოთ ეს გადაცემა, იმდენი რაღაცები დაგროვდა, იმდენი რაღაცები მოხდა და ისეთი სიგიჟეები ხდება ზოგადად სოფლიოში, რომ რავი, ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა, ყველა გადართულია ომზე და ყველა გადართულია თუ რა მოხდება და რა ვითარება იქნება სოფლიოში. ანუ მინდა რომ ძალიან გულდაწყვეტით ესა გულდაწყვეტა გამოხატო ამ ამბავთან დაკავშირებით ზოგადად. ანუ ძალიან მძიმე სიტუაციაა. მართლა რავი, ყოველ დღე იბომბება ერთი თუ მეორე მხარე, ერთ მხარეს საერთოდ არანაირი ინფორმაციები არ მოდის ზოგადად იგით რა ხდება. და ზოგადად რავი, ხალხი მართლა პანიკაში და შოქშია ჩვენთანაც რა ხდება, ანუ მოკლედ ქაოსი არის სერიოზული რა. იცი როგორ არის კიდე რომ ძალიან ბევრი სრულ ინფორმაციები ვრცელდება რა. ეხლა არა იმენო ინფორმაცია ნიაღვარი მოდის დასავლური მედიიდან და ყველა მხრიდან საერთოდ. ეხლა ჩვენ რუსეთ-უკრაინის ომი რო გავიხსენოთ, გახსოვს რა ხდებოდა ომი რო დაიწყო, რამდენი ტყუილი ინფორმაცია ვრცელდებოდა, ხო? ეს რატომ და საზოგადო ას ქმნიან და პანიკას თესავენ. ეხლა იგივე ხდება, ეხლა უამრავი შემთხვევა იყო. აგერ თურქეთის შემთხვევა დაბომბეო თურქეთი ირანმაო, ეგ ტყუილი აღმოჩნდა. აგერ აზერბაიჯანში რა ქვია. ხო, დრონები გადააფრინავდა ისო. მოხდა, მაგრამ ირანი გამოვიდა და ჩვენ არ გაგვიკეთებია ისო და უამრავი. არა, ეგ გამოაშკარავდა, ხო, ზუსტად რომ ეგ არ ანუ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოვიდა და პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ არ დაგვიბომბ, ჩვენ მარტო ამერიკულ ბაზებს ვუტევთ, საიდანაც ჩვენზე შეტევა მოდისო. ანუ ძალიან ბევრი მოკლედ ანუ ეს სრულ ინფორმაციები ვრცელდება და ამიტომ ხა ჩვენ არ უნდა ავყვეთ ამას რა და ყოველთვის ცივი გონებით შევხედო და დავიცავ და დრო აი ნელ-ნელა ყველაფერი უფრო ხელის გულზე გამოჩნდება როგორც აი უკრაინის ომი იყო თავიდან ხო იყო ეს რაღაცა აი ხმას რო ვერ რაღაც განსხვავებას რო იტყოდი და ეგრევე რო ყველა გესეოდა ხო გახსოვს მე ნელ-ნელა ხო ჩაწყნარდა ეს ყველაფერი და ესეც ეხა პირველი დღეები არის და ნელ-ნელა უფრო გამოირკო რა ხო მაგრამ რაღაც ისეთი პირველი დღეები არის რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო გაუარესდეს დაწნარების მაგრამ ომი გაუარესდა მაგრამ მე ინფორმაციას გეუბნე უფრო მეტი სიცხადე იქნება რა ეხა მაინც გაურკვევლობა ასეთოს სოფლიო ბეწვის ხიდზე გადის რა აი ძალიან გახლეჩილი ხიდზე გავდივართ რა და აი ტრამპი გახსოვს ჩვენ სანამ ტრამპი მოვიდოდა ჩვენ მაშინ დავიწყეთ გადაცემის კეთება და ტრამპზე ამას ვიძახთით ზუსტად ჩვენ რომ ჩვენ ტრამპის მოსვლა იმიტომ გვიხაროდა რომ იდეოლოგიურად თანხwebdriverში იყო ჩვენთან და მართლა ძალიან ბევრი კაი საქმე გააკეთა მარტო პირადად ჩვენი ქვეყნის ამ USAID-ის გაუქმებით და ნედი და ამათი და ამათ ეს ძირითადი ფულები მან ხერხემალი გამოაცალა ძალიან ბევრი კაი საქმე გააკეთა მაგრამ იმასაც ვიძახთით რომ ტრამპი შეიძლება ერთ დღე ისეთი რაღაცა გააკეთოს გადარიოს მთელი სოფლიო თქო და აგერ ხა ამის მონსტრენი ვართ რა ხა ისეთ ომში ჩაერთო ხა და აი წამოიწყო რომ აი ყველა ექსპერტი აი ვინც არსებობს სამხედრო ექსპერტები დასავლეთის ამერიკელები ყველა იცის გაუგნებულები არიან ვერ ხვდებიან რა ეს ომი რატო დაიწყო არ უყვირდები როგორ იყო რომ აი გამოცხადდა ვითომ რომ აი მშვიდობის ნობელის პრემიისკენ იწევს და ეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უნდა და ომები დავასრულე და ეს დავასრულე ის დავასრულე და მხელა მართლა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე თუ არ ვართ უკვე და არ ვიცით ნახდათ ვართ არა და აი როგორ გამოდის რა ანუ იმხელა პროცესებია ჩვენ სულ ამბობდით მაგას რომ ჩვენ ქვეყანას რო უტევდნენ გინდაში და გინდა გარემტრები რომ არ არის ამის დრო რა მართლა იმხელა პროცესები ლაგდება მსოფლიოში რომ ჩვენ ქვეყანასთან ბრძოლის დრო არ არის რა და ვინმე რო გვებძოლს კი ჩვენ რო ვებძვით თან ჩვენში გინდა გვებძიან თანამედროვე და უცებ ანუ მართლა იმხელა ესენი პროცესები დატრიალდა რომ ვიზღა ახსოვს ეხლა რა საქართველოს ვინმე მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ აქაც არავინ არაფერს არავის არ გავიხსნებით არა ჩვენ ძალიან ისეთ რეგიონში ვარ და ჩვენ ისეთ გეოგრაფიულად ისეთ ადგილას ვიმყოფებით რომ ჩვენ ვერავის ვერაზოს ვერ დავავიწყებით ჩვენ ყოველთვის ეპიცენტრში ვიქნებით ყოველთვის ბიჭო როგორ შეიცვალა პროსტა კაცობრიობას რა მოუვიდა რომ ან ჯერ ხმამაღლა გავაკეთებ შენი სახელითაც ამ განცხადებას რომ როგორ შეიძლება რომ დედამიწის ზურგზე სადმე ომი იყოს ხალხი იხოცებოდეს ბავშვები იხოცებოდნენ და საერთოდ არაფერ შუაში ადამიანები ყვებოდნენ ამ იმაში და ჯარისკაცებს და იმათ ოჯახებს კიდე თავიდან ისინი ხო არ არის რა ქვია რავი ისინი არიან ჯარისკაცები უნდა დაიღო ამ პროცესში შენ თუ ნორმალური საღი ადამიანი ხარ და ანუ სიკეთით გაგული სავსე როგორ უნდა გიხარო
როგორ უნდა იყო ვინმესკენ, როგორ უნდა იყო ამ პროცესის, აი ვინ მოიგებს და ვინ წააგებს და ბედნიერი როგორ უნდა შენი იყო. თქმის არ იყოს მაშინ რომ ეს ამერიკის იმაზე ბირჟებზე უკვე თამაში როდის დამთავრდება ომი და როდის რამდენი ადამიანი გადაგახსოვს ანუ უკრაინის ომზე რო სონეტს ხედავენ ხო? სადამდე მივედით წარმოიდგინე რომ ეს ომიც იქნება ეხლა პოლიმარკეტზე აუცილებლად. არის უკვე რასაც ჩვენ აღარ დაგვისერჩია ეგ და ანუ ეს ხდება და ხალხი დგას ბიჭო გინდა რუსეთი უკრაინის ომზე კომენტარს რო ვაკეთებთ და ამბებს რომ ის ამბებიც ისევ რომ დასავლეთის მედიიდან მოგვაქვს თან და იმას რო ყვებით და მაგაზე რომ აუ ის იმისკენ ხარ და ესენი როგორ შეიძლება ომში ვინმესკენ იყო ან როგორ შეიძლება ომის პროცესისკენ იყო და გიხაროდეს და რამე ვინმეს ბალეშიკობდა ხო ეს არის ანუ მაგრამ დღეს ბიჭო რა ხდება რომ ქართველი ტიპები ანუ აი ეს ბანძი რა ქვია ტორესა მოსი დაგვბომბეო რომ უნდა პირდაპირ ჩვენს გვესროლეო და ეს ქართველი ისინი რა ქვია ვინ არიან ბიჭო რა და ფიოდესო ლომჟარი არის გახდა და უამრავი ეგეთი მაგალითი არანაირი შინაგანი ქართული არაფერი აღარა დარჩენილი ის რომ ქართველს რო დაინ აი ეგ ხო ზოგადად აუწერელი კანონია რა რო ხარ რაღაცა ქვეყნის შვილი და რო იცი რომ შენი თანამემამული არის იქვე ცხოვრობს სადმე შენ შეიძლება ურთიერთობა არ გქონდეს ამ ადამიანთან მაგრამ რაღაცა პრობლემის წინაშე რომ დადგეს სხვა ქვეყანაში და რო იცი რომ ქართველია გვერდში ხო დაუდგები იმ ნიშნით რომ ქართველია ის კი არა წარმოიდგინე ბიჭო აი რა დონეზე დავედით რომ ვის რა გვერდზე დაუდგები და ვინაც დაგებ აგერ გვერდზე უზიხარ და სხვა ქვეყანის წარმომადგენელს თხოვს რომ მოდით რა ჩამოდით და ეს მოკალითო კი ხო არ პირდაპირ განცხადებებს როგორ გაბანცდა და გავავში აი საერთოდ ყველაფერი დაიკარგა რა ანუ ამ ხალხში ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენთან ამე დაიკარგოს მაგრამ რა დაემართათ ბიჭო კაცის სახეები დაკარგეს აი კაცი რომ მეორე კაცის სიკვდილს ინატრებს ბედნიერები რო არ ბიჭო შეიძლება აიათოლა არ მოგწონდეს და რაღაც მიზეზები გქონდეს რომ არ მოგწონე მაგრამ როგორ შეიძლება ამით ბედნიერი ომით ბედნიერი როგორ უნდა იყოს ადამიანი ნორმალური თუ ხარ და აი ხა ამ ირანის თემას აი ხა შემდეგ გადაცემაში ანიკო გადაცემაში უფრო ხმარ და მთლიანად მიუძღვენ თამთევას მაგრამ ეხა რამოდენიმე მომენტ შევეხოთ რა აი ხა მოусვინოთ ირანელ მიგრანტს მაგალითად რა საუბრობს და მე პარალელი გავალოთ ჩავრთო ვიდეოს ქართველი ლიბერალები რა საუბრობენ და რა საერთო აქვს უბრალოდ ამ საზოგადოებას აი ნაცვლად გამოჩნდება ერთ წამში უბრალოდ აი ერთნაირები როგორ ყველაფერში როგორ ერთნაირები ათოლა ხამენეი მუშალი თაგვიალი მოგდა ხამენეი წავიდა ჩვენი მეფე დაბრუნდება ირანში მადლობა ამერიკამ მადლობა ისრაელ მადლობა სოფლიომ საერთაშორისო მადლობა რაც ჩვენ გააკეთე ირანელებისთვის არასოდეს არ დაღოვიცეთ 22 მარტი ირანული კალენდარი ახალი წელია და დაძმუნებული ვარ ყველა მე მხოლოდ არა ყველა ირანელები და ჩვენი უფლისწული რეზა პაჰლავი ირანში ვართ ირანში ვიქნებით და ჩვენი ახალი წელი ერთად თავისუფალი და მაგარი ქვეყანაში ვიქნებით აი წარმოიდგინე просто რა აბსურდია სანამ ეხა მეორე ვიდეო ჩავთო მინდა ეხა ეს რეზა ფეხლევი ჩვენი უფლისწული როგორ და რეზა ფეხლევი მზად არის ეგრევე ჩვენ რასაც გადაცემაში ვაპარაკობთ I'm ready to go there as soon as possible. I would like to be there, whether it is before the regime collapses or right after the regime collapses. It is important for me to be among my compatriots to fight the final battle and bring it to fruition. ერთი სული მაქვს როდის ჩავალო რა აი კაცი სად არის ეხ თვითონ ამერიკაში ეხა Fox News ალტოს ინტერვიუს რა ამერიკაშია დაცულად გამაგრებული ხა აი ყავდა კი აკავსო თქვენი პრეზიდენტიო ეკონტიო დადვა რაც შეძლო მალე დაბრუნდაო ირანშიო რა რეჟიმი დათემამდე თუ მის შემდეგო იქ ყოფნა მინდა ხო რეალურად ეხა აქიან თქვენ მანდ ესე და აქიან გამოვაგზავნეთ კაცო კაც ვინც თქვენთან ეგრე იყო როგორც ამის მამაც ეგრე ყავდათ კაცო ამის მამას არ მახსოვს მე მგონი იტალიაში სადღაც იყო 53 წელს რომ დააბრუნდეს ისიც ემიგრაციაში იყო და ისიც ესე დააბრუნდეს იქ ბიჭო იგივე სცენარებია რა ეს კიდე სხვა თემა და ეხა მოდი უბრალოდ აი პარალელი გავულოთ აი ეს მიგრანტი ეს ირანელი მიგრანტი როგორი ბედნიერი არის რომ თავის ქვეყანას ბომბავენ იქ ბავშვებს კლავენ ეს როგორც არ უნდა მოგწონდეს შენი ქვეყნის ლიდერი რომ 40 კაცი ერთად თავის ცოლთან და პატარა შვილიშვილთან ერთად რომ ერთ დღეში რომ გაანადგურეს ეს ბედნიერია ტაში უკრავს და აი ჩვენი ქართველები ზუსტად ნახე როგორი ერთნაირები არის დავანახოთ სოფლიოს იგივე პირველ რიგში ერთობის შტატებს ბრიტანეთს საფრანგეთს როგორც მოკალაკეთაც რატომღაც რჩება ბიძინა ივანიშვილი დღემდე და არ ვიცი ბიძინა თოლასაც უნდა ხი ბევრნაირად მოიხსენიებ ხოლმე და იმედია აიათოლას ბედს გაიზიარებს დაკლები მსხვერპლით ქვეყნისთვის რა თქმა უნდა ეს ჩვენზეა დამოკიდებული ივანიშვილი ერთ ჩემთვის დაძირავა აი
ბოლომდე გეუნებით მაგას გარიწარია და თუ ივანიშვილს ბენზის გადაასხამდა წელს წაუკიდებენ მე არ მეწმენება აი გულწრფელად გეუნდები მაგას ხო მაგრამ ამ ზუსტად არანერი აი ბიჭო წარ ის პასკა მაგარი საზღარი ტებოზიში დავასრულებ აი წარმოიდგინე რა ესენი აი ეხა მართა ერთი რაღაცა რომ უბრალოდ ისე რომ წარმოვიდგონ ღმერთმა დაგვიფარო რა თქმა უნდა მაგისგან მაგრამ აი ჩვენთანაც ეს ამერიკული ბომბების ცვენა რო დაიწყოს და მაგათაც ამას შეეწიროს ბიძინა ივანიშვილი ხო ესენი ხა ეგრე გაბოროტებულები და დაბოღმილები ხო არიან მე ესენი გამონი რუსთაველზე და ზემს მოაწყობენ ამას მადლობას გადაუხდე როგორც აი ეს ირანელი მიგრანტი უბედნიერესი რო არის როგორი ერთნაირები არიან პროსტა რა ამაზრზენი საყურებელია ბიჭო და როგორ მადლობას კიდე რა არის იცი რომ არსებობს ორი საქართველო როგორც ორი ირანი და ყველგან ეგრე არის მაგრამ ჩვენთან აი მადლობა ღმერთს ეს მეორე საქართველო ბევრად პატარა არის. როგორც ირანშიც ბევრად პატარა არის, მაგრამ ესენი აჩვენებენ როგორც ბევრად ამას დიდს. არიან კი არა, წინა გადაცემაში არ ქონდა ესე რო ტიროდა და ვაიმე და ჩვენი წინაპრები და ჯერ იყო და ანუ უმღერეს სერენადები, შავას ეხა უცეკვეს, ანუ ძალიან ყველაზე ცუდი შესახედი არის ამ ყველაფერში, არის რა იცი? აი კაცი, რომელმაც ვერაფერს ვერ მიაღწია და კაცური მომენტიც დაკარგა, აი და აი ეს სახტა დარჩენილი ყველაფერზე რომ მიდის, აი ეს როგავა აიღე იქრეებს კადრულობდა. ეს აიღე ბიჭო, ეს ტიპი მიწის ტორტით თუ რაღაცი ტალახიანი და პატმითი გამოვიდა და მიულოცოთ დაბა რა ბანძობა. პროსტა ბიჭო, ყველაფერს თავიდანვე კაცსაც დაიბადე, კაცი ხარ. და რაღაცა პასკას თამაშობდა, ამხელა კაცი ხართან და გამოდიხ ტელევიზორზე და ცეცხლი ოლიგარქი და აი ან რა გიკეთებია, ან ლეიბორისტულ პარტიაში რო ტიპი გაიჩიტები ვაფშე ზოგადად თუ თავიდანვე და იქაც რომ ყველაზე ბოლო ნომერი ხარ და ბოლოში ხარ და აი რო გინდა რაღაცით თავი გამოიჩინე თორე შეიძლება ტორტის ბიზნესი მაინც დაიწყე და გამოვაცხე ტორტები და რაღაცა ლაშას ტორტი ან რამე დაარქვი და ტორტები შებერე და შეკეცე გამოგდის მე მგონი ცხოვა და რა პასკების გაკეთება ძალიან საზეთები არის ბიჭო კაცი პროსტა ეს რო კარგავს სახის ცხვილია აი ხა წარმოიდგინე აი რასაც თქვი რა აი რა სიტუაცია უბრალოდ აი რეალობა როგორია ხა ნახოთ აი ამათი მდგომარეობა წარმოიდგინე ხა მოусვინოთ აგერ ჩვენი საყვარელი ფავორიტ აჩოლა არის ჰამენეი მკვდარია ლომის ღრიალის ეპიკური მრისხანება ბედნიერი ირანელების ხმაურმა გადაფარა მთელი კვირა დღეს ირანის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ეძღვნება. ბედნიერი ირანელების ხმაურმა გადაფარაო. ანუ აი ეს ორი სამყაროა ეს ცოტა ხანს რაც კი ეგ მომენტია ის მართლა იყო ეგ გამოვიდნენ ეს ლიბერალი ირანელები და ამერიკაში და იქ და უხდიდნენ მადლობას ტრამპს როგორც ეხა ის წინა ვიდეო ჩავთვი რომ მადლობა რომ მოკალით აიათოლა და მთელი აი ბედნიერები რო იყვნენ და აქ ჩვენთან აგერ ის გახსოვს აი ხა შე რო გაიხსენ ცოტა ძეფრთხილება საშინელფრთხილება რომ გეოპოლიტიკაზე რო გველაპარაკებოდა ეხლა ირანენ მიგრანტებთან ერთად დგას და ცეკვავს ამ აიათოლას ტერორისტულად ააფეთქეს, ამაზე ხა ბედნიერი არის და ცეკვავს და ტაშებს უკრავს. ეს და სიმღერას მღერიან და ამ ამბავში არიან. წარმოიდგინე და არა და მეორე პარალელი რა არის, იცი სინამდვილე? ანუ ესენ მცირე ნაწილია სინამდვილეში მეორე დღესვე მილიონი ადამიანი გამოვიდა ირანში. იემენში რა ქვია დედაქალაქ სენაში მილიონი ადამიანი გამოვიდა იქაც ეხა იქ ორი დედაქალაქი კიდე სხვა რაღაცა მომენტები არის იმიტომ ჰუსიტებს აქვს დაპყრობილი ანუ ეს სენა მეორე დედაქალაქი კიდე სხვები აკონტროლებენ და იქ მესამე მხარეც არის ალ-ქაიდა აკონტროლებს მოკლე კიდე სხვა თემი მაგრამ ეხა ანუ კონსტიტუციური დედაქალაქი რომელიც იქ გამოვიდა მილიონი ადამიანი და აიათოლას მხარდამჭერი აქცია იყო და იარაღები და ავტომატები და ერთ ამბავში არიან და ეს რა ამით მოკლით როგორი რაღაცა გააკეთეთ თუ შიიტური სამყარო უფრო გააერთიანებს, უფრო კონსოლიდირებული გახადეთ. ეს იყო ღმერთივით აიათოლა ამათ ვიღაცა როგორც მოწონს არ მოწონს, ეს არის ფაქტია. აიათოლა რევოლუციის მერე 82 წელს პრეზიდენტი იყო ირანის და მერე ხამეინი პირველი აიათოლა რო გარდაიცვალა 99-ში, იმის მერე დღემდე წარმოიდგინეთ თითქმის 40 წელი მართავს ირანს. და უდიდესი ავტორიტეტი აქვს ირანში. ძალიან დიდი. აი ესენი რო იძახიან იქ ამერიკას ეს ეგ მიზანი ქონდათ რომ უცებ რაღაც ამ აიათოლას მოკლე ეგონებოდა რეჟიმი ჩამოიშლებოდა და პირიქით უფრო უარესი მოახდინეს და პროცესი შეიკრა ძალა შეიკრა ერთად დადგნენ და 100 ბიჭო ერთი ბომბით 169 გოგოების ბავშვების სკოლა იყო გოგოების რა ანუ ქალების ერთ დღეში მოკლეს 169 ბავშვი და ხა გათხარეს საფლავები ამისი და დაასაფლავეს წარმოიდგინე და
ყველაზე პატარა 4 წლის იყო და ყველაზე დიდი 12 წლის. და ესენი ეხლა აგერ ასოს გეუბნები ბიჭო ცეკვავენ და ბედნიერები არიან და ის მადლობაო ტრამპსო ის რო ლაპარაკობს ჩვენი შახი ჩამოვა ეხლა და აი მაგაში რო არიან და ბედნიერი რო ტრამპს ხვდის მადლობას შენ როგორც არ უნდა ჩვენ ეხლა აი მართლა ხელი გულზე ხელი დაიდე და თქვი რომ სააკაშვილი ხო როგორ არ ვერ ვიტანთ ხო აი ეხლა რაღაც ეგეთ რაღაცა რომ მოხდარიყო მაშინ თუნდაც რომ სააკაშვილი ქართული სისხლი გაგეჭითებოდა რომ რას გვიშვებით და როგორ გამოვიდოდ ის და მაგას მადლობას გადაუხდით ჩვენ 2008 წელს ომი რო იყო მაშინ მაგასაც ხო ხშირად ვიხსენებ ჩვენ ოპოზიცია ვაფშე გაჩერდა ხმას აღარ იღებდნენ და პირიქით ანუ გვერდში ედგენ სახელმწიფოს ანუ ეს ამხელა პოლიტიკური ანუ შეგნებაზე მეტყველებს. ესენი დღეს გამოდიან აგერ ეს გვარამიებიდეს და ჩასაფრებულები არიან და ერთი სულექ თუ აქ რაღაცა აირები არ არიან, არიან რაღაცა ჰიბრიდები არიან. ჩვეულები. სვეჩი ქათამის და რაღაცა იმის ჰიბრიდები სვეჩი გებაზები ხაბარა კაცი შენ ქვეყანაში ომი კონდეს და ომის პირას იდგე და ამდენი პრობლემაში იყო და შენ ირგვლივ ყველგან ომი იყოს და შენ ქვეყანას ებრძოდე ძმაო რავი ეგეთი არაფერი არ მინახავს რა. არა მარაზმი არის. მარაზმი აი მართლა გეუბნები მენა საშინელება. ჩვენ შეიძლება ისმის ახლა გვერდიდან რომ ადამიანი გვისმენს რა. ეხლა ჩვენ რეალურად ობიექტურად განვიხილოთ რა მოხდა. ოღონდ ნახე ჩვენი ლაპარაკით მე და შენი ახსნით ჩანს როგორი რაღაც. ანუ ხელის გულზე იდო ყველანაირად ხელის გულზე იდო ის რომ აი ეხლა ირანს გადაუვლიან, გააქრობენ აღარ იარსებებს და ანუ ნახე როგორი შექმნილი არის როგორი ხადია კეთილი და ბოროტი და კეთილი მივაუწებ ამ ბოროტს ეგეთი რაღაც პროცესი ზოგადად აი ისტორიაში არასდროს არ მოხსენდება ის რომ კეთილი ეხა ადგება და უბრძოლად უწევ მივაუწებ ამას მოკლავს და წამოვა და როგორ ახარც ყველაფერი კარგად არ არსებობს ეგეთი რაღაც ყოველთვის ხდება დიდი ბრძოლა და შემდეგ გაიმარჯვებს კეთილი ხდება ეს რა იდეა ეგ არის მოკლავს ესე გამოიყვანეს რო ანუ ეხა წავა ეს დაბომბავს იმას იქ ხალხი არ არიან იქ ბავშვები არ არიან ქალები არ არიან მოხუცები არიან გადაუვლის დაბომბავს გაიგე იმას იქ ხალხი დაიხოცება მე აქ ჯიგარს რა ამერიკაში გადმოხვეწილ იმას რა ქვია გაუშვებენ უფლის წულს და გაუშვებენ უფლის წულიო ბიჭო ვიზე იძახიან ჯერ და რა უფლის წულია თქვენ წული არის ყველასი ერთად მე მგონი და გაუშვებენ ეხა ამას იქ დასვავენ და შო რა გემიო და პროცესი ესე კი არ მოხდა აქედან რომ მივიდნენ და გადავლარო და უპირეს გადაერთი გადავლარო გადმოერზინ დადგნენ და დახვდნენ და ანუ აქ ჩვენ ვინმესკენ კი არ ვართ უბრალოდ რომ ამათ ეხა აი ამ დაბინძურებული აზროვნების ტვინის მქონე ადამიანებს როგორც ჯერათ რასაც ანაღებენ მარტო იმის ჯერათ ანუ რასაც ინფორმაციის ნაკლებობა აქვს და იმიტომ არიან ჭაობში და აკუუმში ზუსტად აი ხა რომ ინგრეოდეს ყველაფერი ჩვენგული და ჩვენ აქ დავშვეთ და რა ისევით ოკო როგორ ახლა რა ისე ვილაპარაკოთ ისინი თუ ჩვენ გვიყურებენ ისინი თქვენ იქ არაფერი არ ხდება ვაფშე ისინი იჯდნენ და იქ ლაპარაკობდნენ ანუ აი ამ დონეზე აი მართლა დეგრადირებულები არიან და ვინ საერთოდ არანაირი ინფორმაციები ეგრე არ ვრცელდება ისრაელში რა ხდება მე რეებსაც მოусმინე სხვადასხვის მე რაღაცებს გუშინდელი ფაქტი არ არის იმაში კონგრესში არ იყო ის კაცი რა ქვია ყოფილი სამხედრო რომ ხელი რომ მოტეხეს კაცმა წამოიყვება რატო ვომობთო რატო ვიბძვითო ისრაელის გულისთვის რატო ეწირება ამდენი ხალხი და რატო უნდა ვიომოთო და არ გვინდაო ეს ომიო და ამის გამო ტიპი ეგრევე გააქრეს ეგ ერთი საკითხი მეორე იყო კიდე მე ხა უსმენდი ლაპარაკობდა ყოფილი სპეცნაზელი საუბრობს რა ანუ ისა ჩართვა აქვს რომ ანუ ძალიან დიდი შესაძლოა ესეო როგორიათო რომ აი ეხლა ამერიკა წავიდა და იმ ეგრე არ არისო რა და ძალიან დიდი პრობლემა შეგვქონდა ჩვენო ერთი თავის მოჭრითო 100 თავი ამოვიდაო და ისე შეიკრა და ისე ერთად დადგაო ირანელი ხალხიო ისო ირანისისო რა რომ და ეხლა რეალურად ამას ამერიკელები ლაპარაკობენ ვინც საქმეში არის ჩახედული და არა ვინც ეხლა ელოდება ვიდეოს რა დაიდრა და აფეთქებებს უყურებენ ბიჭო ხალხის სიკვდილს უყურებენ და უხარიათ ეს ანუ უხარიათ ეს არა კატასტროფაა და მე რა ის უნდა მქონდეს რა იმედი უნდა მქონდეს რომ ადამიანს რომელსაც ეს რაღაცა უხარია აი იმის რაღაცა საერთოდ არ მაინტერესებს აი ის იმის გვერდში მდგომი მე არ ვიქნები ანუ იმის ხელშემწყობიც არ ვიქნები რა ეგრე არის ეგრე ბიჭო რა კიდე ის არა ხო ხა ცოტა ხნ გამორჯა მაგის თქმა სააკაშვილიც როგორი ერთნაირები არიან რომ გამოვიდა და ნახე რა სიძახის. დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს, ღმერთო ეს ხმატკბილი გამაგონეთ ჩემ მამულში. აი როგორი ერთნაირები არიან ხედა. როგორი უნდა ინატრო ბიჭო, როგორ შენ ანუ აი ამ სააკაშვილს ვეუბნები, აი ჩვენ როგორ აი
ამისი აი შინაგანი ის გვაქვს ხო რაღაცა ანტიპატია ამ ტიპის მიმართ ხო და აი მართლა ამას რომ რამე დაემართოს და დამართონ და აქამდე ჩვენ ანუ ბედნიერი ამით არ ვიქნებოდით დარწმუნებული ვარ მოსახლეობის 80% გააპროტესტებდა ამას უცხო ქვეყანა რომ დააბომბოს ჩვენი ქვეყანა და აქედან შეეჭიროს ჩვენი ქვეყნის იმ დროიდან პრეზიდენტი თუ ვინც იქნება ჩვენ ამით კმაყოფილები არ ვიქნებით ქართველები როგორც არ უნდა მოგწონდეს ის ადამიანი ხო კიდევ ერთხელ გავიმეორე და ჩამოვიდეთ საქართველოში ხო მოდი ხა გადავიდეთ ქართულ თემაზე ამ ირანის თემას კიდევ ერთხელ ამას უფრო თლიან გადაცემას მივუძღვნით შემდეგ ანალიტიკურ გადაცემაში და უფრო ხმად გავნიხილავთ ამ ხო რისი თქმა მინდოდა დამავიწყდა აი შენ რასაც იდახთი ვინც შახედული იყო ამ საქმეში და ზოგადად ვინც ექსპერტები არსებობს დასავლური ევროპელი სამხედრო ექსპერტები ვინც საერთოდ არსებობს ყველა გაოგნებული არის ამით ზოგი აი მართლა პირდაპირ სიტყვით იძახიან რომ სიზმარში უგონიაო თავიო ზოგი უაზრო ომს ეძახის ვერ ხვდებიან საერთოდ რატო წამოიწყო ტრამპა ეს ომი ანუ მიზნები გასაგებია მაგრამ ეს მიზნები რომ ვერ შესრულდება ეს ხელის გულზე ჩანდა ყველა მიცოდა ის რომ უბრალოდ ანუ მის მიზანი რაც აქვს ირანში რომ ვერ განახორციელებენ ეს ყველა ანუ ჩახედულმა პირმა ძალიან კარგად იცოდა ეს ლიბერალები და ზედაპირის საზოგადოება ვინც რუსეთ-უკრაინის ომის ეგ არის ხო შედაც კეთილი ბოროტის მომენტი ხო იყო მანდაც ხო ეგ არის კეთილი ბოროტი. აქაც ეს არის კეთილი ბოროტი. აი ამერიკა ხო ჰოლივუდის ფილმები რა არის? აი რემბო როა იყო რა, რემბო გადაიღეს, აი ვიეტნამის ომი რო დასრულდა, მერე გადაიღეს ეს ომი და ეს რა იყო რომ ჩვენთვის რემბო იყო და სულ მიყვარდა ბავშვობაში. მაგრამ ეხლა რო უყუროთ, მიხვდეთ შეეული პროპაგანდისტული ფილმია. ერთი ამერიკელი ჩადის ბოროტ ვიეტნამში და ანუ ბოროტ ვიეტნამელებს ხოცავს და ამით მსოფლიო გადაარჩინა. აი ეს ამ სურათს ხატავ, ეს პროპაგანდისტული ფილმია ტიპიური რომელსაც აპრავებდნენ თავის ამ წარუმატებელ ომს. და ყველაფერი იგივე ხო და ეგ მომენტია ყველგან რა ბოროტი კეთილი ზუსტად თქვი, ბოროტი კეთილის მომენტებს ანუ ამ ფანტაზიაში უნდა რომ ხალხი ვაცხოდო, ვისაც ინფორმაციის ნაკლებობა აქვს, აი ეგრე იჯერებენ ამას და აქაც შეთად მაგიტო არიან ესეთი ბედნიერი სტატუსებს ვკითხულობ, ბიჭო როგორ ნერვები მეშლება, ის რომ მინდა რომ ხან რაღაცა ხო ხდები, სულ თავს ვიკავებ, ისეთი უცოდინაურობას აღჟღავნები და თან ისეთ არაპატრიოტულ რაღაცებს ლაპარაკობენ, გვავში გონზი არ არიან, ბიჭო, ვაფშე ვერ ხვდებიან სად არიან რა, აი სრულ ჭაობში არის. უკრაინა-რუსეთის ამბავი ახსენე და ერთი ვიდეო მინდა მე ჩავრთო. ალისა ვეიდელი? ხო, ეს არის AfD-ს ლიდერი გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტიის, რომელსაც ცდილობენ რომ აეგზალათ და ებრძიან როგორ ის. და როგორ უყურთ და ის არის რა ქვია, просто როგორ მოიხსენიებს პირდაპირ ან ზელენსკის просто მოусმინოთ. ბატონო ზელენსკი, შეწყვეტეთ ეს იაფასიანი სპექტაკლი. თქვენ დგახართ აქ და ჩვენზე უყურებთ ისე თითქოს გერმანიას რაღაც ვალდებულება აქვს თქვენს წინაშე. მოიხსენით გმირის ნიღაბი, ის უკვე დიდი ხანია დალპა. თქვენ გმირი არ ხართ, თქვენ ადამიანი ხართ, რომელიც მთელ ევროპას უფსკულში ეკაჩება და ამავდროულად თავხედურად მოითხოვთ, რომ ჩვენ ამ ერთი გზის ბილეთის ფასიც გადავიხადოთ. ნახეთ, რას დაამსგავსეთ ჩვენი ქვეყანა. თქვენ ითხოვთ სულ უფრო მეტ თანხას, უფრო მეტ იარაღს, ჩვენს რესურსებს. იქცევით როგორც ჯიუტი ბავშვი, რომელსაც არ ადარდებს, რომ მშობლებს მისი სათამაშოს გამო ბოლოს სახლიდან უკანასკნელი ავეჯის გაყიდვა მოუწევთ. ეს ამოდენ წინანდელი განცხადება, მაგრამ ხო არის ახი? კი, ეს არის რა ქვია, ეს უბრალოდ დიდი ვიდეო არის და ლინკი მივუთითო და ხალხი ნახავს უბრალოდ ანუ მართლა აი ხდება ნელა ფარდა ყველაფერს და იქ გადავიწიოთ ხა იქ რამხელა პროცესები არის, ამერიკაში რამხელა პროცესებია, ხო? იმაში რა ქვია დაიბარეს ახლა მეფშტაინის ფაილებთან დაკავშირებით კლინტონის და ჰილარი კლინტონის დაიბარეს კლინტონის და კლინტონი როგორი მოხუცებული არის უკვე რომ აღარც ახსოვს მაგას რა გაკეთებულია როგორ აქ რა მაგრამ რაღაცნაირად აი ცოტა რომ უკვირდები რა აი ასაკში უკვე რა მაგათ რა ცოტა აი რაღაცნაირი აი ჟუტკი ჰილარი კლინტონის ჩხუბოს და იქ აი ნაგლად როზის არ გაქვს ნახე აი ხო აი რაღაცნაირი ტიპები არიან რა აი რაღაცა ვიდეზე აი რაღაცა ბაბუდა რა ტიპი და ეგეთი ტიპები არ არიან აი ამარტავნები ბოროტები ხო და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება მანდ და ძალიან ბევრი უნდა დამდგარიყო ეგ არის ეხა წარმო ეგეთი რაღაცა ეპშტეინის ფაილები რო გასკდა და როგორ რაღაცა მინდის იცი რომ არავის არ იჭერენ რაღაცა პროცესა მიდის მარტო საუბარი ეს რო აი ხა მაგალითად რუსეთში მოხდარიყო ჩინეთში მოხდარიყო ჩვენთან რამეს გავს ხები რა პანიკა რამხელა ის აქვს ამ რეპუტაცია აქვს თან ესე რა ტიპებზე რა რამხელა გავლენა აქვს რომ ამ ეს ყველაფერი რამე სიბინძური და საზიზღრობა თუ კი ხდება ყველაზე მასშტაბით ყველაზე დიდი არის ერთ იმათ რო აიღო ქვეყანაც და მანდ ხდება ხო
ვაფშე არავინ არაფერს ჩაოლებრი პონტი. ის ამბობს ის ქალიც იქ მოკლა უცები მან. ხო, არა. ვითომ არაფერი ამოხდა. იქ ვიღაცა ის გამოვა და იტყვის რომ ეგრე არ იყოს, მაგრამ ესე იყო და ჩვენთან ბიჭო პოლიციელს. და ჩვენთან ერევიან, ბიჭო, ანუ ჩვენთან მოვლენ და ჩვენთან ეს რა პოლიციელსო ტიპმა ხა ვიღაცა ქალმა უზრდელმა ხელი გაარტყა ამისთვის დაიჭირეს, უბრალოდ დაიჭირეს, სხვა არაფერი არ უქნეს. ამის გამო ამას ნობელის პრემია კი არა და სახაროვის პრემიები და რაღაცეები გადაცეს და გმირად ყავთ ბიჭო ან ლაზარე გრიგორიადის აი უჩველი როგორ 6 პოლიცია არ მოხს ციფრი მაგრამ პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ან ცოცხლად უნდა დაეწვა პოლიციელები და საომზურობიშმა შეიწყალა და გმირი არის მაგისნაირი ხა ნახევარსაათიანი ბანძი რაღაცა აი გმირები ხა კი აი ბიჭო ექს ამერიკაში ვიღაცას ექნა რომ პოლიციას ხელი გაარტყას ვინმე მან მოლოტოვი ესროლა განაწევრებულს გამოგიგზავნით ოჯახებში ხო აგერ ხონა ორი ფაქტი მოხდა რომ ისა რა ქვია ქალს შუბლში ესროლეს ტყვია და მეორე ტიპს ისა რა ქვია ესე თავი იარაღი ქონდაო ტიპზე რომ ერთი 6 პოლიციელი რო მე სამ დღეში რომ მოხდა ისე და კეფაში ესროლა და ადგილზე მოკლეს ტიპები არაფრის გამო ანუ ის არც ეწინააღმდეგებოდნენ პოლიციელებს არა და გეუბნები ხა ეგ რომ მოხდეს მეთქი აი სადმე რამხელა ყურადღების ცენტრი წავა იქ და აუ და ჩარევები და ბოსდა იცი და ეგრე ვიყურებენ ეს ჩვენმა იმ ხალხმა გააკეთა ზუსტადაც ხო იცი ეხლა რომ იყურებიან სამო კაცო იქ ერთი რა უნდათ მაგათ რა მოვიდა იციან რომ ჩავალთ იქ კაცო და ის აქციის აი ხოვაზე ხა ეგ ტიპები ხა ჩამოვიდნენ მოეჭველი მართლები არიან აი ხო აი მაგათ ხარჯზე აქვთ ამხელა გავლენამ სოფლიოზე რომ ამერიკამ თუ თქვა მაშინ რელიგია როგორც არის ჩვენ ევროპის ამერიკის კრიტიკის უფლება არ აქვს ჩვენ შეიძლება ევროკავშირის მთელი გულით გვინდოდეს მაგრამ ეს იმას არ გამორიცხოს ჩვენ უბრალოდ რაღაცა სამართლიანი კრიტიკის უფლება არ აქვს კრიტიკა რავი ეხლა მე და შენს მაგასება და ერთმანეთს გაგვიკრიტიკებია ბერჯი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ერთმანეთს ხაზი უნდა გადაუსვათ და ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ერთმანეთს არ გვიყვარს და პატივს ვართ ხო ძალიან ჩვეულებრივი კრიტიკა ყველგან ოჯახში მაგასებშიც ოქმა რა ჩვეულებრივი მომენტია ხო და კრიტიკის უფლებას რატო იცი ან კრიტიკა არ შეიძლება მხოლოდ რელიგიის ხო ჩვენ თუ კრიტიკას რელიგიას ეს კი ანუ რაღაცა სქიზმაში ხან ეგრევე განდევნილი ადამიანი ხარ ხო რაღაცა თუ აკრიტიკე ანუ რელიგიის დონეზეა ეს რომ შენ არ უნდა გააკრიტიკო ეს სრული ჭეშმარიტება და რაღაცა ბოლო ინსტანცია ჭეშმარიტების არ გაქვს უფლება კრიტიკის. ნუ მარასში არიან და აი ხა მოდი აი ამ ქართველებს დაუბრუნდეთ ახალი ნიუსია, თითქოს ახალი ნიუსია 9 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა. დეჟავუს ქვია მეორე მესამე მე მაგ დეჟავუ მეათე კვადრატი. რამდენჯერ მოხდა ამათი გაერთიანება? ეს როგორია, ნე ტოქსიკური წყვილები ვითარიან რა, ხო აი მაგრა რო უყართ ახლა. შერიგდებიან და აი რო დააკლავენ ერთმანეთს, დაშორდებიან, შერიგდებიან, შეგრებიან. ამაში არიან რა ტოქსიკური ჩაულებრივი ამათი და ეს ახალი ინფორმაციად გვასახებენ ამას და აგერ გამო ბიჭო ამ ბოლო 20 წელი 2020-დან აი დღემდე ერთი ხუჯერ დაიშალენ, ხუჯერ შეიკრიბნენ. ფანჩატურში იმაში რადგან დეითები კონდა. დეითებზე იარეს. როგორ მოიხსენიებდნენ ერთმანეთს? ჩვენ არ მოიხსენიებთ და ჩვენ არ ვაყენებთ ეგეთ შეურაცხყოფებს ამათ ღირსები არიან. ტოქსიკური წყვილების გაერთიანება გაიჭირდა. აი ხო გაბრაზებულები რო არიან და აი მე აი მაკასა რომიო გოგოის და ახლა ხო ხდები აი მე ხო იცი მაინც მიყვარხარ და მე ემოციაზე რო არის და შეება რაღაც ერთმანეთის გარეშე ვერ ვიქნებით აი ტოქსიკური წყვილია. ელენდოში ვცხოვრობთ. ჩვენ მაინც ერთმანეთის გარეშე ხო იცი რომ ერთმანეთი მე კი ვიცი მაგრამ ჩვენ ერთად არ უნდა ვიყოთ. აი ეს დიალოგები აქვს ბიჭო უეჭველი. აი ხო არ მართლა მაგაში არიან. რა არის ახალი ინფორმაცია რა არის ესენი რამდენჯერ შეიკრიბენ და რამდენჯერ გაერთიანდნენ და აი ხა პოსტ ეს მინდა რომ აი რას იძახის ახლა ეს ჯაფარიძის ბავშვი ნიშნულოვანი დღეა. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ ეს არ დარჩეს უბრალოდ ნიშნულოვანი დღე და იქს ისტორიულ დღედ. აი რაღაცა აი რა აბსურდებში არიან რა ისტორიულ დღე. თითქოს ეხლა მოხდა და აი ადამიანი ამდენი წელი ველოდით რომ ესენი გაერთიანებულ როგორც იქნა გაერთიანდეს საქართველოს ესენი გადაარჩენენ. აი ამაში გამყოფებენ ხო? აი უყურე რა პროცესები წავიდა რა. ანუ აი ეს დგანან ერთი სიტყვა არავის არ უთქვია ადგა და ბრიტანეთმა ისე გადმოგვიყო ხელი აქ და დაგვასანქცია. წარმოიდგინე დაგვასანქცია რაღაცები და ის იმისგანც და არ უჩნდებათ. იგი რომ აი ჩვენი ქვეყანაა რა და მოდი ჩვენ ქვეყანას ჩვენით მივხედოთ. ჩვენით უპასუხოთ და გამოდის გეუნებიან რომ მოდი რა დებატები დავждეთ, ვილაპარაკოთ, გავცვალოთ აზრები, არგუმენტირებო და არ მიდიხარ ანუ
დიქტატურა რო გეუბნება, რომ მოდი და ჯექი დავილაპარაკო. ძმო, მითხარი რა არგუმენტი გაქვს, რა პრეტენზია აქვს? მოდი დამისაბუთე, ასე რას მეუნები და არა ჩვენ ჯერ დიქტატორი დებატებში გესაგეს როგორი ოქსიმორონია, როგორი ერთადერთი როგორ არჯდება რა დიქტატორი რო დებატებში მაგას ვიძახი, სიტყვის თავისუფლება არ არის რო ყვირი ხარ და ამ ტექსტს რო ყვირი ხარ, ანუ აი თავის თავში ხო, მაგაში ცხოვრობენ რა რეალურად რა. კიდე ის რომ სიტყვის თავისუფლება არ არის და თან ამას რო ლაპარაკობენ, სიტყვის თავისუფლება არ არის და ქვებს რო ისვრიან და რო იგინებიან და იფურთხებიან და თან სიტყვის თავისუფლება არ არის და დებატების სივრცე არ უნდათ რა ჯიგრებს ეხა არა და მოდით კაცო დაგვისანქციეთ ეს აგვიფეთქეთ ჩვენ ისინი რა ქვია, ყველა პარლამენტი აგვიფეთქეთ ეს ხალხიც იმას კი წაიყვანეთ აქედან და იქ ღობეს რო აბრალებენ გადაჭრილი იყო ყველაფერი და ამაში რო ცხოვრობ აი რავი უდიდესი მონაპოვარი ადამიანის ხო ისე რომ რო ცხოვრობ და შენ რასაც ლაპარაკობ რომ იმის შენ თვითონ უნდა გჯეროდეს და ისეთ რაღაცის უნდა გჯეროდეს რაც კარგია და სწორია ხო ესეა ანუ წარმოიდგინე რო გჯერა და არც ჯერა დარწმუნებული ვარ მაგის თვითონაც და რაღაც აი საშინელებისკენ რო ხარ ახოდუ რო იტყუებ თავს რო ვითომ მაგის შენ გჯერა და ამის ბოლომდე გულშემატკივარი რო ხარ და საბოლოო ჯამში 0 რო გაქვს შედეგი წლების განმავლობაში იმიტომ რომ ტყუილში ხარ და ანუ აბა რა შეერდია ბიჭო იმიტაცია რო არასწორები არიან აი ყველაფერში არასწორები არიან და ეხლა კიდე ვიღაცა გამოვა და იტყვისო კიდე ამაზე რატო ლაპარაკობთ აბა როგორ არ უნდა ვილაპარაკოთ ეგენი არიან ქვეყნის და ვიზე უნდა ვილაპარაკოთ არჩევდებიან ისე მართლა ამათი გაუქმების დრო არ მოვიდა რაღაცა წესს მარტში უწევდა ხო საკონსტიტუციო სასამართლოს მე მგონი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ზუსტად არ მახსოვს როდის უწევდა ის დრო მაგრამ აღარ მოვიდა ამათი უქმების დრო ისინი რომ გაქრენ ვაში პოლიტიკური ველიდან და ვერ გავიდა. ერთ ძალიან ისეთი პროსტა ცრემლები და რაღაც შეიკავა ეხა გთხოვ. ის მოდი არ კონდეს რა ქვია ტირილი და რაღაცები არ დაიწყო ეხლა ამაში ერთ ვიდეოში ჩავხტი. ვერ შეგვირდები ისეთი შესავალი ქონდა. მე არ ვიცი რამდენი ხანს ვიცოცხლებ და სიმართლე გითხრათ არც მაქვს დიდი გარანტია. იმიტომ რომ შეიძლება ჩემი პოზიციის გამო და ეს არ არის სახელმწიფო, როდესაც მე იმაზე მიწევს ფიქრით 18 წლის ბიჭს. ხვალ ვიცოცხლებ თუ არა. თუ თავი იყო ცოცხალი და სხეული გარდაცვლილი. ანუ სული გასული სხეულიდან. მაშინ თავს გაყვება სული თან პირიქით, მიხდი? ეს ტიპი ჰამნეტში უნდა თამაშობდეს რა, ახალში. ანუ ნუ თუ რა არის ჩვენი ცხოვრება? მე 18 წლის ამაზე უნდა მიწევდეს ფიქრი? რა უსამართლოა ეს უთისაფები და რაღაცა. შენ მან დღეში ჩაგაგდო ანუ სიკვდილის გეგეშინია რომ მაგალითად რომ გახვალ ეს რა ვისაც ესეთ ავტორიტეტი ტიპია და იმდენად ესე იგი ამის სიკვდილი შეიძლება შეარყიოს მთელი კანტონის სისტემა რომ ტიპს რა უკრან მოიწვია გადაცემაში შეაშინა წარმოიდგინე და დააპატარავა და გაუშვა შენ ეხლა რო გახვალ აქედან ისე უთხრა იცოდე კარგად გაიხედი აქედია ვიღაცა არ მოგზდა და შენ მოკლა არ უნდოდეს აი ამ აბსურდში ბიჭო რამდენი ხანი უნდა ვიყო და ეს იყო ეს ნიუსი რომ აი ეთოლა დაიღუპო პირველი ნიუსი იყო რაც თქვა რომ ეგრე იყო ნამდვილად ხო იცი ამ კალმა ამ თეამ პირველი კარტა პირველი ნიუსი იყო რომ იქიდან არ ადგა აი ეთოლა და არ უთხრა რომ ცოცხალი ვარო კი აგერო ხო ეხლა კარგად ჩავდე ბედნიან ირანელების ბედნიერმა ხმამ გადაფარაო ამის სიკვდილი მეორე ეხლა ნომერი 2 კი არის ხატება რეჟიმის რომელიც საკუთარ პრინციპს ივიწყებს იმისთვის რომ საკუთარი სკამები და დაჯექი შენ დაჯექი ორიანი არა ორიანი შენ ა კიდე რა გამახსენდა იცი ჩვენი ფავორიტი გახსოვს ის რომ გამოდიოდა აუ სუნგზნებარე სახიობი რო არის აი სახიობი რო სუნგზნებარე სიტყვებით რო გამოდიოდა რომ ბურთგლავდა ეხა მე სუპახმელიაზე რო იყო ხო გახსოვს ეხა ეტყობა პახმელიდან გამოვიდა და ნახე აი სტორის შეფასება გააკეთა დღეს გავეცანი დასკვნას გუშინდელი გაერთიანების ეგრეთ წოდებული გაერთიანების შესახებ რა ვქნა ვერ მოვატყუებ ვერც ჩემ თავს და ვერც ვერავის მაგრამ ეს არ არის ის გაერთიანება რაც ნამდვილად გაამარჯვებინებს ოპოზიციას და დემოკრატიის თვის მებრძოლ ხალხს მე ვერ მოვიტყუებ თავს ძალიან დიდი ბოდიში
გამოფხიზდა. ახმელიდან გამოვიდა, ფაქტია, მიხვდა როგორც იქნა, მიხვდა. მე მგონია რომ მაგ ვიდეოს სამჩატე და ერთი 10 ტიპმა დაუღრე, არა იმ სასტავმა, რომ თქვი რა მეორე სიტყვა ჩვენ გავერთიანდით. ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნეთ ეგენი უთხრა და ამან ეხლა მე ვიცი ამათაც უნდა უქნო და აიო და ჩაწე მე ვერ ვიტყვი მაგ ტყუილს მე ამჯერად თქვენი გაერთია მე მგონი იმათ მიმართა ხო მიმართვა ხო აი ყველას ერთად მიმართა ხო მიმართვა ხო მოდი ხა აგერ პოზიტივის და იმედის დასანქცირებაზე რამოდენიმე სიტყვით ამასაც შევეხოთ ეს ძალიან საინტერესო თემა და სიმპტომატურია თან ძალიან ბევრს მეტყველებს და აი ვინ ანუ ეს ხო დაგასანქცირეს და აი ხა რამოდენი დღის წინ ვინ გამოვიდა აგერ და რა ისაუბრა აგერ ბატონი ბორის ჯონსონი მე გავისვენ ვინაი და ხე რა სისახი ეს ნიშნავს რომ გაერთიანებული სამეფო საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტდა რომ ტელეკომპანია იმედი და პოსტივი სიტუაციის შესახებ ტყუილებს ანთებდნენ რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და სანქციების დაწესება მიზანშეწონილია აი როგორი დაძეპირებული ტექსტ დაუწერა თინა ხიდაშელმა ან ვიღაცამ ეს ტექსტი ანუ უეჭველი იმიტომ რომ პოსტივი და იმედი ვაფშე კონზეც არ არის საერთოდ არ იცოდინება და ეს რომელი ბორის ჯონსონი აი პირდაპირ ახლა ეს ჩვენი სიტყვები არახამია არის დღემდე რადას ანუ უკრაინის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ანუ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის უმრავლესობის ლიდერი ანუ ძალიან დიდი თანამდებობის პირი რას იძახდა სიტყვით აგერ აი ვთქვათ როცა სტამბულიდან დავბრუნდით კიევში ჩამოვიდა ბორის ჯონსონი და თქვა რომ ჩვენ მათთან საერთოდ არაფერს მოვაწერთ ხელს და მოდით უბრალოდ ვიომოთ უბრალოდ აი პავაიუემო რა თუ როგორ არ ვიცი რუსულად აი ხო რა აი მოდი რა პავიომოთ ეგ მოდი რა FIFA წავითამაშოთ რა წავიდა აი და მაგ თორე უკრაინა იქ წავიყომაროთ ხო რა წავიყომაროთ პონტი არის რა ვისა რა უკრაინა აი ჩვენ უკრაინის ომი მაშინ სტამბულში ანუ მიდიოდა შეთანხმებასთან ომი ხო არია რა მაგან არია ხო აი ეს არის ბორის ჯონსონის ჩვენი სიტყვები ხო არ არის აგერ უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირის სიტყვები და ბორის ჯონსონი არ გამოვიდა ეხლა ცოტა ხნის და არ თქვა რომ აი 1%-იც კი არ ქონია როდესმე უკრაინასო ჩვენი ხო კაი გაიხსენეთ აი ეს ბორის ჯონსონი ხა გამოდის და ესე თავხედურად იტყუება ერეხა ჩვენ გადაცემებთ თმართელი აი იმედი აი პოზიტივი კიდე ასე თუ ისე რაღაც ცოტა შევა სხვა პოლიტიკას ატარებს მაგრამ იმედზე უპრორუსობა დააბრალო იმედს აი სრული აბსურდია ბიჭო მაქსიმალურად შერბილებულა და პირიქით პროუკრაინული არხია უფრო იმედი ვიდრე პრორუსული და ჩვენ რა გადაცემაში უკრაინაზე რასაც ვსაუბრობთ 99% დასავლური მედიიდან გვაქვს ინფორმაციები და იქ ისე მოიხსენებენ უკრაინას მაშინ მთელი ეს დასავლური მედია პირდაპირ რუსე პუტინის არხი ყოფილა და ყველა დასანქცირებული ყველა დასახურია მაგ ლოგიკით ბიჭო აი რა აბსურდში არის აი ჰიტლერს აქ ნათქვამი რომ ტყუილი რაც უფრო მასშტაბურია მით უფრო ადვილად იჯერებს ხალხიო ამაში არიან აი ამას ცდილობენ რომ ეს მასშტაბური ტყუილები დაგვაჯერონ რომ ვიღაცა ხალხმა იფიქროს რომ არა ამას როგორ მოიტყუებიან ხა ესე ნაგლად როგორ მოგოტყვა აი ამაში ვაცხოვრებენ რა მაგრამ მადლობა ღმერთს ეს არის 21 საუკუნე ჩვენ არ ვართ 50-იან წლებში ინფორმაციას მაშინ იყო ინფორმაციის ნაკლებობა ეხლა არის ინფორმაციის ნიაღვარი ორივე უკიდურესობა იმიტომ ინფორმაციის ნიაღვარში რთულია სწორი ინფორმაცია აიღო თუ არ გაქვს ანუ ძელი ინტერესი რომ სწორი ინფორმაცია აიღო და ანუ საქმეში შეხედული თუ არ ხარ და აი ხა ამაში რთულია გარჩევა მიხდით ყუან მართალის და ამაში არიან რა ბორის ჯონსონის მე გათახსირებული ტიპი თო არა ეს არის რა ქვია ხო ანუ მაგას როგორც უნდათ რაც აწყობთ იმას იტყვიან რა და არავინ არ ყავთ მოწინააღმდეგე მხარეს ისეთი ტიპი რომ ვინც ეტყვის რომ აი ძმაო წინააღმდეგობას გაუწევს ანუ არ არის ძალა იქიდან წინააღმდეგობის გამწევი ამათთვის და როგორც უნდათ ისე ლაპარაკობენ აბა რა არის აი მან ხო აი ხელის გულზე ჩანს ყველაფერი რომ ცოტა ხნის წინ ეს ბინძური ტყუილები შემოაგდეს ჩვენზე რომ ხალხი დაწამლეს და კამიტი არაფერზე დაბუზდა მასშტაბური ტყუილი შემოაგდეს რომელიც იმდენად ბანძი იყო რომ ეხა მაგას ვერავინ ვერ გაატარებდა და ვერ გაიგებენ კი მაგრამ უყურე ნახე ეს ხო ქნეს და არავინ ეგ არ დავიჯერეთ არავინ არ დაიჯერა სოფლიოში არც ერთმა ექსპერტმა არავინ და ცოტა ხანში მეორე დარტყმა მოგვაყენეს აგერ ეგრე ანუ მან ხო ხალხო ჩანს პირდაპირ რომ გვებძვის ანუ ერთი დარტყმა მოვაყენეს და ეგეთი მარტივი ტიპები ვეგონეთ რა იგე რომ მოგწამლეს თქვენ და ჩვენ უცე ვაიმე რა გვიგ და მე ხა მეორე ის რომ ეხა იმას გისო ხა კითხვას ვადგენენ ამ მოწამლასა და კავშირი იცი როგორ მასანქციებ როცა შენი ქვეყნის ტელევიზია რომელიც
ტრამპზე ტყუილს აუცილებს, ჩვენზე ტყუილს აუცილებს. თვითონ აღიარებს და ბოდიშეს იხდიან და გადადგა. კი, და არავის არ გაუსანქციონებია. შენ რა უფლება გაქვს ჩვენ ქვეყანაში? ჩვენივე საწინააღმდეგო რაღაცას ვაკეთებ, ანუ ვერ ხვდები. ბიჭო, მაგას გეუბნები, ანუ ესენი არიან ჩვენ ვართ ვასალები ამათი და ესენი ამათ აქვთ უფლება, ესე გვიყურნენ, ზემოდან გვიყურებენ, ჩვენ მათთვის არაფერს არ წარმოვადგენთ და უფლება აქვს და თავში შაგვარტყა და მაგას იობენ, ჩვენ რომ ამას არ ვიღებთ, ანუ ჩვენ ხელს რომ ვუბრუნებთ ეს ამათთვის არის მიუღებელი და მაგიტო დღემდე ჩვენი ომში ჩართვა დღემდე აქტუალურია ეს ანუ ძალიან ხელისგუჩა ახლიდან გააქტიურდნენ ეხა თინახი და შეიძლება რომ მოусვიონ ეხა ისეთი სურელები ილაპარაკა საერთოდ ამ ჩვენთან რაღაცა სკოლა არსებობს რომელიც ერთ-ერთი აიათოლას არ მახსოვს ზუსტად როგორ რაღაცა ანუ ჩვენა გადამზად ანუ ტერორისტებს ვამზადებთ მოკლედ ამ სკოლაში რა ეხა ეს ხო ნიშნავს ესე იგი რაღაცა აქ ნიადაგის მომზადება მიდის კიდე ახალი პროვოკაციების მე ხთი აი ყველანაირად რომ ჩვენ რამენაირად ჩაგვითრიო რამენაირად დაგვასუსტონ და აირიო სიტუაცია, მაგრამ მადლობა რომ ჩვენ მტკიცებთ გავართ ეს ხელისუფლების დამსახურებაა და რა თქმა უნდა ქართველი ხალხის ერთად რა ეს ჯაჭური გადაბმულია ერთმანეთთან რა იქ რომელიმე ხელისუფლება თუ მოისუსტებს აუცილებლად მოხდება ეს თუ იქ ხალხი კონსოლიდირებული არ იქნება კიდე ერთად ანუ ეხა ჩვენ უნდა კონსოლიდიროთ ერთად უნდა გავერთიანდეთ კიდე ამაში ვართ ეს არ შეცდება უნდა მოვიგოთ როცა ბავი არის ატეხილი ჩვენ გადახედეთ ეს ომი ხო მითი ამათ ხო ომი ტყუილი ეგონათ მითი და დღემდე ლაპარაკობენ და თქვენ ბანძებო რომ რა ომ აგერ გადახედეთ აგერ ყველა ომშია ჩართული ჩვენ გარშემო ყველგან ომი არის აგერ ირანმა ზუსტად არ მოხსნა 15 სახელმწიფოში ამერიკულ ბაზეს დაარტყა ხო აგერ აზერბაიჯანში ნახჭევანი სადაც 250 კილომეტრია ჩვენამდე დრონი ჩამოვარდა სათქმელი ირანმა მაგრამ ჩვენ არ მაგრამ ეს უფრო სახიფათოა რომ ირანი გამოვიდა საგარეო მოადგა თქვა რომ ეს ჩვენ არ ჩამ ეს რას ნიშნავს ესე იგი ვიღაცა პროვოკაციას ამზადებს კიდე ყადესა საუდის არაბეთში საუდის არაბეთმა თქვეს რომ იქ დაიჭირეს ვიღაცეები რომლებიც აპირებდნენ ტერორისტული აქტის მოწყობას საუდის არაბეთში ეს რას ეს ექციობენ რომ ყველა რა მაქსიმალურად ყველა ჩაითრიონ ომში და თქვენ ახლა ეს აბსურდში რო არის ესენი კიდე ამ აზრი არ აქვს ამათ ლაპარაკს ესენი ხო ფაქტებით ესე ხო ახმებით არის აზრი არის ამათი ცხოვრება ეგ აბსურდი არის დღეს რო ეტყვი რომ ეს ომი რეალური არის კითხო რომ დღესაც გეტყვის რომ არ არისო კაი მოკლედ ჩამოვიდეთ მოდი ჩვენ ეს ჯამონდა ერთი ძალიან კაი სიახლე მაქვს რუსთაველებისთვის რა მოკლედ რუსთავის გუნდმა ეხა უმაღლეს ლიგაში ფეხბურთში მოიგო მეორე ლიგა რა მეორე დივიზიონის მეორე ლიგის გამარჯვებული გახდა და რითიც გადავიდა უმაღლეს ლიგაში რა და ეხა რუსთაველებისთვის ეხა მოხდებია ეს სხვანაირი ქალაქია რა ვაფშე და არ ვიყავით იქ და ვაფშე სხვანაირი ქალაქია და რაღაც ცოტანი არიან და ერთად არიან და პირიქით ხა მაგათვის მოხდა ისეთი რაღაც რომ უმაღლეს ლიგაში თამაშები იგეგმება ის იგეგმება და რუსთავში პლუს იგეგმება მოკლედ თავის სტადიონის ის უნდათ რა რეორგანიზაცია გააკეთონ რესტავრაცია გააკეთონ სტადიონის და მე მგონი ახალ სტადიონს აშენებენ ამკრებენ ახლა მოცემულობა არის სადაც იყო რა ეს ძველი სტადიონი და ამის განახლება უნდა ვაფშე ახალი გაკეთება უნდა სადაც 1-2 წლის გამოვიდა და ამაზე სტადიონი კეთდება სხვათა შორის მე აი წარმოვიდგენია როგორც აი რაღაცა ეს პატარა ქალაქებში რო არის ხომ ხო იცი რაღაც ფეხბურთის გუნდი და მთელი ქალაქი რომ მაგას ბალეში ყოფს და ბოდო გლინდი ნორვეგიის რუსთავზე პატარა ქალაქია რომელიც არის ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალში ინტერის ისე დღეში ჩაგდო და გავიდა ეხა მერვედ ფინალშია და ეხა სხვათა სპორტის ხდება და საუბრობთ მეოთხე ფინალში უეჭველი გადავა პატარავესი ქალაქია სტადიონი აქვს ბოდიში და 10000 კაციანი და ხო და წარმოვიდგინე ანუ ხო და იგივე ანუ ზუსტად ეგ მგონია რა რომ აი ცოტა ეგეთი ის არის რა ვაიბი მაგასაც რომ აი მგონია რომ სტადიონიც რო აშენდება, მაგრამ ეხა პროცესებში სანამ ეხა უმაღლესი იქნება, მაგრამ ჩაერთვება ეხა რუსთავის მაგაში და რაღაცა მოკლედ მინდა რომ რუსთავის გუნდს წარმატება მიულოცო, ჩემპიონობა მიულოცო და უსურო უმაღლეს ლიგებშიც ჩემპიონობები და ყველაფერი კარგი მოკლედ და რუსთავის ჩვენი გუნდის ხო უნდა რაღაცა უნდა ბოდოგლინდი მართლა ეგრე არის, აი უპატარავესი ქალაქია და Manchester City განადგურეს. ხო და მე მგონია რომ რუსთავში დაიწყო ეს ფეხბურთისადმი ეს სიყვარული ზოგადად რუსთავს ძალიან ბევრი მაგარი სპორტსმენები გაუზვია და დაუდგეს და უდგება მე მგონი გუშინ ერთობლივად რაღაცა გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს ერთი რაღაცა ევროზე არ ჯერ მერვე ფინალ ჯერ UEFA-ზე მაინც გავიძეთ რაღაცა ვქნათ. ეს ქვეყნისთვისაც ძალიან კაი საქმე იქნება.
კი, მოკლედ თოკო, მადლობა, კარგი გადაცემა გამოგვივიდა. მადლობა მოუხადო მინდა ჩვენ მსმენელს და მაყურებელსაც, გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის. გამოგვიწერეთ მეგობრებო, ნუ დაგეზარებათ, ძალიან გთხოვთ, ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დაალაიქეთ ჩვენი ვიდეოები და მაქსიმალურად ჩაერთეთ, მაქსიმალურად მიიღეთ მონაწილეობა, რა კითხვები გექნებათ თუ რაღაცა რჩევები გექნებათ, ყველაფერს გავითვალისწინებთ, ყველაფერს მივიღებთ, რა თქმა უნდა, ჩარჩოების ფარგლებში რა. მოკლედ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის. მომავალ შეხვედრამდე. კარგად მეგობრებო, მადლობა რომ გვიყურებდით დროებით.